ანა ტყებუჩავას ანამნეზი. რა მაწუხებს? ჯანმრთელობის მხრივ არაფერი, ისე დანარჩენი ძალიან ბევრი რაღაცები მაწუხებს და მიშლის ნერვებს და ისე რაღაცა მუდმივად რამე მაწუხებდეს, არა. ჩემი იმუნიტეტი. ძალიან კარგი იმუნიტეტი მაქვს, მეც ვუფრთხილდები და საპასუხოდ ისიც მიფრთხილდება, ასე რომ ჯანსაღი კვება და მეტნაკლებად სტაბილური ვარჯიში მაინც კარგად აისახება. ბავშვობაში გადავიტანე. ხო, ეს რაღაცა ეგრეთ წოდებული რაღაცა ყურები, ესენი ბატონები გადატანილი მაქვს. ახალ წელს მქონდა, მე მგონი ჩუტყვავილა მე და ჩემ ძმას და რაღაცა სისულელები და მოეტანათ ფერადები, რომ კარგ ხასიათზე ყოფილიყავი და ბუშტები და ისინი. მე უკვე იცით ასაკში ვიყავი, რომ ბუშტებიც აღარ მერგო და მარტო მუწუკები შემრჩა და ივერთობოდი, იმიტომ რომ მე და ჩემი ძმა ორივე მახინჯები ვიყავით და ძალიან გვიხარდა და თან ეს ტომიჯერიში დაწიწკულები და მწვანე ზილიონკებს რო ეძახდნენ, აი ეს. მაცმევდნენ ძმრიან ნასკებს, ხო, ეს ღმერთო ჩემრები ყვა გადატანილი, კიდე კარგად ვართ. ან მე მგონი იმიტომ ვართ კარგად და ეგენი რა ყვა გადატანილი. უფრო უარეს გეტყვით, აბაშაში მდინარეზე დავდიოდით ხოლმე და მე ვფიქრობ, რომ ზემდამარტყა რა ვიცი, ესეთი სიცხე მქონდა, ან ვირუსი მქონდა, რა მნიშვნელობა. და მახსოვს, რომ რაღაცა ბევრი ხალხი მოდიოდა, აი ნახველები, ეთყობა ესეთი მაღალი სიცხე მქონდა და თავზე მე დო კომბოსტოს ფურცელი და შეკორული, აი ნამდვილი მეგრელი კაპასკალივით და არ მიწევდა სიცხე და რაღაცა მე მგონი ანალგინის დამალევინეს და დიმედროლის დამალევინეს და ზუსტად მახსოვს, რომ მამაჩემს ვესაუბრებოდი, ველაპარაკებოდი რაღაცას მოკლედ როგორ ხარ, რაღაცა მეფერებოდი და მეუბნებოდი, რომ მამა მეთქი ძალიან დიდი რაღაცები გადავს თავზე და ძალიან არ მომწონს თქო და ბოდავდი თურმე სიცხისგან და იმას კიდე გული უსკვდებოდა, რომ ბავშვი ჭკუიდან შეიშალაო. მომიტეხია. არაფერი და არც ვაპირებ. ვიმიზეზებდი ავადყოფნას? არ ვიმიზეზებდი. საერთოდ არ მჭირდებოდა ხო ბავშვები რაღაცებზე იტყუებიან ხოლმე. სკოლაში რო არ წავიდნენ და მე ისედაც ძალიან ხშირად მაინც არ ვაცდენდი დავდიოდი სკოლაში. და ძალიან გვიან მივხვდი, რომ სკოლის გაცდენა შეიძლება უბრალოდ მშობელს და უთხრა იცი დღეს არ წავალ. ერთხელ უბრალოდ როგორ მოხდა არ ვიცი. ჩემს მეგობარს გავყევი და ისე გვიან შემოვრჩი, არ ვაპირებდი ესე გვიან შემორჩენას. მოკლედ ეს მეოთხე კლასელი თუ მესამე კლასელი ბავშვი, დილით წასული 8 საათზე ცხლის ნახევარზე მოუბრუნდი სახლში. დედაჩემი რამდენჯერ მოკვდა და გადარჯა. მამა ჩემი თუ მე სადღაც დარბოდა მანქანი და რომ მივედი და ძალიან შემეშდა სანამ მამა ჩემი მოვიდა და ვთქვი და აუყე მე მგონი სიცხე მაქვს, აი მე ძალიან რაღაცა და მახსოვს რომ დავწექი და რომ მოვიდნენ მე ვითომ ისე ცუდად ვიყავი რომ გათიშჩული მეძინა. ცუდად მახსოვს გურიაში რაღაცა ცისტერნაზე ვთვრებოდით ხოლმე და მე იქიდან ხვდებოდით და აი რა არის ბავშვი აი რო არ ესმის აი რაღაცა ვერ წეპტება, გაფრთხილება, შიშის ჰორმონი რო არ აქვს რა. აი რამდენჯერ ავედი და დედაჩემი აი ძალიან ბევრჯერ მახსოვს რომ შევწუხდი დედაჩემის თხოვნით რომ რაღაცას დაიზიანებო და დავიზიანე უშველებელი ის ამახ რა ქვია იარა ფეხზე ჩამოვახიე, შემკერეს სადღაც ოზურგეთში, ის კაცი ხაც მახსოვს, იმიტომ რომ მინდოდა რომ აი ძალიან და ის იყო რა ცოტათ მაქონდა და მინდოდა რომ აი ეს თმები მაგრად გამეჩეჩე, იმიტომ რომ ძალიან მატკინა და გარდა ამისა რომ კერავდნენ და ოპერაციას მიკეთებდნენ, რაღაცა ისეთ დამოკიდებულება ქონდა, აი აგდებული რომ აი ბავშვი ხარ შენ და აუ დედა გავიდეს და აი გარდა ფიზიკური ტკივილისა ძალიან შეურაცხყოფლად ვიგრძენი თავი და უსამართლოდ რა 6 წლის ბავშვი რო კიდე ოპერაციას უკეთებდა კიდე დედა რომ უნდა გავიდეს. თუ კი ვინმე ესე იქცევით, ცუდი ექიმები ხართ რა. იცოდეთ, პირველ რიგში ექიმი უნდა იყოს ადამიანი და მას უნდა ესმოდეს გოწფელად. მესმის რომ ეს ძნელია, მაშინ აიჩე სხვა პროფესია. ემოციური ვარ და ვფეთქდები. სულ მინდა ხოლმე აი რაღაცნაირად ლამაზი ქალები რო დასხდებიან და ესე რომ ძალიან ნელა რომ საუბრობენ, დაიჭერენ თავიანთ დროს. მე შევიარჩევი ცუდად ხდები. აღმოჩნდა რომ გიდიც არ შემიძლია, იმიტომ რომ ვერ ვსმენდით ხას სხვას, იმიტომ რომ ძალიან ემოციური ვარ და ძალიან ხშირად ხმამაღლა მინდა ემოციების გამოხატვა. მიმართავს ფსიქოლოგისტვის, არ მიმართავს ჩემთვის, ბავშვებისთვის მიმართავს და ვცდილობ ხოლმე რომ რაღაცა რომ გავიგებ რაღაცები რომ გარშემო ხდება ხოლმე ცუდი რაღაცები და სულ მეშინია რომ რაღაცები არ გამომჩნდეს და რაღაცა პერიოდულად მივდივართ ხოლმე როგორც ოჯახი, ბავშვების, აი ამ კომპიუტერზე დამოკიდებულების, თინეიჯერობის დაწყების და პირველი იყო უძილობის გამო, რომ კარგად დაგველაგებინა იქ ვინ როგორ უნდა რა დროს დაიძინოს. COVID-19 ჩემს ცხოვრებაში. ისე თვითონ თავად COVID ესეთი შიშა რა არ ვარ. სუდად მახსოვს რამდენიმე ღამე, იმიტომ რომ რაღაც მამაჩემის ოპერაცია დაემთხვა, ჩემ ქმარს COVID ჰქონდა, ჩემი ქმრის ბებია საავადმყოფოში იყო, მოკლედ ძალიან ცუდი იყო რა. 1-2 ღამე იყო, რომ ყველანაირი ზარი მახსოვს, რაც კი შემოვიდა და მახსოვს რა ხდებოდა, მთელი ღამე გავათენე, საშინელი სტრესი გადავიტანე. მე რო დამემართა, მაშინაც მე და ბავშვები ვიყავით ერთად, ჩემი ქმარი მივლინებაში იყო და მე და ჩემი შვილს გვაშრებოდა ეს
სველი ნაჭრები შუბლზე, იმიტომ რომ ძალიან ცუდად ვიყავით და აი მახსოვს რომ ჩემო შვილს თქვა დედა ეს რა ჯოჯოხეთი ყოფილა, რასაც შინელება ყოფილა. უფრო ნენეზე გადართული ვიყავი და მაშინ ყველაზე მეტად მივხვდი რომ სხვაზე ზრუნვა არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გადამრჩენელი ადამიანის, იმიტომ რომ შენ ვერ ხვდები როდესაც სხვას უნდა უშველო და განსაკუთრებით ოჯახის წევრს და შვილს ხო საერთოდ. ხშირად დავდივარ ექიმებთან. არ დავდივარ ხშირად ექიმებთან, როცა საჭიროა, მაშინ დავდივარ, რომ გადავიმოწმო, როგორც ანალიზები, ასევე კიდევ ყოველდღე დაზღვევა მაქვს და თავისთავად რაღაც ერთ პერიოდი რომ ვეწეოდი ხშირად ვიღებდი რენტგენს, აი ამ ბოლო მოვლენებთან და რომ დამაჯერი მე ძალიან მინერვიულე, ძალიან მეწყინა და გადავწყვიტე რომ ეთქვა მაინც რაღაცნაირად კი ისე უყურებდი არ მეჯერა და ცოტა აბსურდი იყო, მაგრამ ზოგადად ამ მოვლენებზე ისე მინერვიულე რომ რაღაც პერიოდი გულის ჭვალვა დამეწყო და მე გადავწყვიტე რომ ეს რაღაცა ქრონიკული დაავადებები რომელიც ცოტა გენეტიკური იყო თავიდან ბოლომდე გამომეკვლიე. ხო, და პროფილაქტიკური ანალიზები, ხო, აუცილებლად მეც და ბავშვებსაც. მარტივად ვიმშობიარე. ხო, გამიგია ეს ფრაზა და ძალიან მიკვირს. მე ვერ ვიმშობიარე მარტივად. ყველაფერი იყო სერიალი. თავისთავად ორივეზე როცა ვიყავი ორსულად, იქ სინამდვილის ფეხმეთ ვიყავი და იქ ვიმშობიარეთ, გადავიღე მშობიარობის სცენა და 10 დღე მქონდა და დაახლოებით ველოდებოდი აპრილის 10-ისთვის რა, როგორც ეუბნებიან ხოლმე და 9-ში მოვჩით და ლევანის ურეკავ რომ ლევანი ჩვენ მოვჩით გადაღება და წავით ეხლა უნდა ვიმშობიარო. მაშინ ექიმმა მითხრა რომ ერთად თუ შეიძლება რაღაცებში გეკითხებინდა და აღმოჩნდა რომ ჯერ არ უნდოდა ნენეს საერთოდ რაღაცა დაბადება. ახლაც ისე იქცევა როგორც მაშინ უცელში. ძალიან მალე უნდა მემშობიარო, იმიტომ რომ იქ 10 დღეში უნდა მივსულიყავი ნამშობიარები. და გადამეღო რომ შემდეგ ნინა მიმშობიარა და აი რაღაც ხო სრულიად სიგიჟია და თავში ჭკუა გააქვს საერთოდ ანა მე ჩემ თავს ვეკითხები ხო მენეჯმენტი ესე იყო დალაგებული. ასე ქონდათ დალაგებული გადაღების დღეები რა. და მეც როგორც ისეთი მორჩილი მსახიობი, კაი, ხა წავალ მიმშობიარო და მოვალ დღეს შევხვდები და 60 დღეში მივბრუნდი და ჩანთა არ უნდა წაიღოთ ეგ ამართლებს. ამდენჯერად ჩანთა წავიღე, ამდენჯერ არ დამტოვეს. ბავშვი უკვე ზედმეტად მომწიფებული ყავი უკვე რაღაცა ხელები რო ეხარშება თვალსა და უკვე სამშობიარო ვიყავი რაღაც დამაჩქარებლები გამიკეცა, მაგრამ მაინც დამჭირდა საკეისრო. მეორე ბავშვი ფანტასტიკური იყო იმ თვალსაზრისით, რომ დაგეგმილი საკეისრო იყო. ძალიან კარგად ჩაიარა ყველაფერმა. აი როგორც სასტუმროში ისე ვიყავი, ძალიან კარგ სერიალებს უყურე, ამის საშუალება არ მქონდა. თაიაც შესანიშნავად იქცეოდა. საკეისროს რაც შეეხება, იცი რა, ფსიქოლოგიურად იყო ძალიან რთული, იმიტომ რომ მე რო გამოვედი ისედაც ხო რაღაცნაირად მაშინ არაულები ვართ ქალები და მით უმეტეს გადაღლილი და გამოუძინებელი ქალები და ხაზინად ისე ტიროდი რომ აი რანაირად არ ვივარგე რომ ვიმშობიარე თქვა ესეთი რაღაცაზე მეტირებოდა მახსოვს. შვიდად ვიყავ, შვიდად ყველაფერი კარგად იყო და არც მიფიქრია რომ რამე გართულება იყო საკეისრო, მაგრამ მახსოვს სულ რაღაცა კაკუნის ხმა მახსოვდა სანამ აი გავითიშებოდი და აღმოჩნდა რომ თურმე მე ვკანკალებდი და ჩემი ბეჭედი ერტყმებოდა იმას რა ქვია, რასაც ვიწექი ამ რაღაცა საკაცებზე. დაგეგმილი იყო ძალიან მარტივი ხო გეუბნებით, აი 5 ვარსკვლავის სასტუმროში ვიყავი. მეორე ბავშვზე დაგეგმილი იყო ძალიან მარტივი ხო გეუბნებით, აი 5 ვარსკვლავის სასტუმროში ვიყავი მარტო. ფანტასტიკურად ხო არ წახვალ და არა მეთქი ცოტა ხანით ვიქნები 1-2 სერია მაქვს დარჩენილი უყურებ და მე წავალ თქო და უკეთ კარგი იყო. ძუძუთკება ფანტასტიკური რაღაცა არის მართლა ყველანაირი თვალსაზრისით, მაგრამ აქაც ძალიან ცოტა ხანი შევძელი. ძალიან მინდოდა დიდ ხანს რომ ეჭვა, მაგრამ ბოლოს მითხრეს რომ რძე არ ყოფნის, დაუმატე ხელოვნური და რომ დავუმატე ხელოვნური ნენეც დაწყნარდა და მშვიდად იყო. ბავშვების ავადობის დროს ვარ მსახიობი, იმიტომ გავხდი რომ ერთი და იგივე სკეთება მეზარებოდა და თუ მე შეგიძლია დედობაშიც მოიფხანა გული, იმიტომ რომ დედა რო ხარ პედიატრი. ერთი დღეს ვამბობდი რომ სტომატოლოგობაც რო ცოტა რაღაცა პატარა ბიჟენსაც გავაკეთებდი სახში. მილი ამოღება ხო რა პრობლემა არის. როგორი კრეატიული ხარ იმაზეა დამოკიდებული. ჩემ პედიატრს უბრალოდ ვურეკავ ხოლმე, გართულებები რო არის ხოლმე და ვეუბნები რომ აი ეს ამის მერე, ეს ამის მერე, ის ხო სწორი ვარ და კი და ის ისკდება სიცილით რომ იცი რა, იმიტომ რომ ყველაფერი მიწერია რა დროს რა უნდა იყოს და მეც ვიცი რომ რაღაცა რამდენიმე კომბინაცია რომელიც სასწრაფოდ ამართლებს, ბევრი სითხე და ვიტამინები. მაქვს ფობია. ზოგადად მწერების მეშინია. რაღაც მოულოდნელი საქციელები რო აქვს რა, როდესაც მოგახტება, როგორ მოგახტება. მე მე-13 სართულზე ვცხოვრობ და ჩემს აივანზეც კი არის და ერთხელ ახალ წელს რაღაცა წკაპეს ხმა გავიგეთ. ქმრებს რო სუეზარებად რაღაცაი რო უნდა გახვრიტო და მე იმას რო ამოლესვა უნდა, გათბობას იმას. ხო ის ყველა ქმარს ეზარება. ამას ქვია მოიცაკაცო გასაკეთებლები. კონდიციონერი თუ რასაც ქვია მძიმალეტას რო ვეძახით, იმის ადგილას არის კიდე ადგილი და შეუძლია ვიღაცებს შემოვიდეს და ეთყობა ამან გამოიზამთრა თუ რა იყო, ეს არ ვიცი. პატარა წიწილას მოზარდი თუ რავი, ძალიან დიდი რა ვიღაც. აი თუ კი აბა მთელი თაობების შემქმნელი კალია იყო. ამან რო ისკუპა და სადისკუპა ვერ გაგდა. კენიაკედან შევახდი ამ ჩემ ძლივს აწყობ ნაძვის ხეს და მთელი ეს წელის ნაძვის ხე
ესე იდგა. დასვენება მიყვარს თაში ზღვაზე. ზღვაზე მიყვარს ძალიან, იმიტომ რომ აი ხა კიდე გაზაფხულზე, ეხლა რომ გაზაფხული იყო, მივხვდი რომ ზეზე ყოფნა საოცარ დიდ ენერგიას, აი პირდაპირი გაგებით ვიტენები, როგორც ის მზის განათებები რო არის ხოლმე. სასიცოცხლოდ მიჭირდება, აი თა რატო ამ სიამოვნებს იცით? თაში ძირითადად არიან ხოლმე ძალიან ბევრი მშობელები, რომლებიც უყვირით და ძალიან ბევრი ბავშვები, რომლებიც სუგაგიჟებულები არიან ხოლმე და ყველაფერი რო უნდათ და იქ ვერ ვისვენებ. ზღვაზეც არიან ხო პრინციპში ეგეთი მშობლები და ის. მაგრამ ზღვაზე წყალია და წყალი მაინც ყველას ამშვიდებს. თუ რა ყველა მიცის ჩემს ოჯახში და ნაკლებად ნერვიულ. ვიკვებები ჯანსაღად, ფეხმძიმობის მერე, ყველა იმ კათერინგის ჭამას შევეშვი, რომელიც გადაღებებზე მოდიოდა ხოლმე და იმის მერე სახლიდან მქონდა გადაღებებზე ყვება და მინდოდა რომ ჩემი შვილები ჯანმრთელები და ლამაზები დაბადებულიყვნენ და ესეც არის. შემდეგ ბავშვებს ნაკლებ მარილიანი იქ არ შეუწვათ. ამან თავისთავად მოიტანა არც ისე არ ვიყავი რაღაცა ბურგერები და შაურმების მომხრე არ ვარ, იმიტომ რომ ერთი შაურმა რო ვჭამო, მე ნახევარი წელი უნდა ვივარჯიშო, რომ ის ჩემს ორგანიზმს ისე იშოკება და ისე ცუდად არის. როგორ არ მიყვარს და როგორ არ ვსვავ ხანდახან ისე მასაც ვსვავ, ამასაც ხანდახან ჩიპსაც ვჭამ და რა ვიცი მე. მაგრამ თავარი იცოდეს სწორი რა არის და იმ სწორმა აჯობოს იმ ხანდახან რაღაცის უფლებას რო აძლევ, იმიტომ რომ ბოლოს ყველანი საქართველოში ვცხოვრობ და ყველაზე ჯანსაღი პროდუქტით რას გვიშვება ღმერთმა იცის. რა პროდუქციაზე ვერ ვამბობ უარს. აუ ტკბილი არის ჩემი დამხ რომ მითხრა საერთოდ რომელი შენი საყვარელი დესერტი? გეტყვი რომ არის ტირამისუ, ან ნაყინი, ან ჩიზკეიკი. არა, შეიძლება რაღაც პანაკოტა. რავი, ყველაფერი მიყვარს, აი ყველაფერი მიყვარს. უბრალო რაღაცნაირი ორცხობილა ყავაზე ისიც შავი შოკოლადიც მიყვარს. თეთრი შოკოლადი არ მიყვარს, აი რძიან მილკშეიკს გიშტები. ძინავს. ძილი არის, აი როგორც ტელეფონს რო არ დატენი და არ მუშაობს, ზუსტად იგივენაირი არის ძილი. როდესაც მართლა დავიწყე გამოძინება, მე მივხვდი რას ნიშნავს. ვისაც გახტომა გინდათ, თუ არ გძინავთ, დაემშვიდობეთ წონის კლებას და საერთოდ კანია თუ ტვინია თუ ორგანიზმია ძალიან მნიშვნელოვანია. და აი განსაკუთრებით თუ კი ამას ბავშვები უყურებენ, რო იცოდეთ, როგორი დამანგრეველია უძილობა ბავშვებისთვის. აი ძალიან გთხოვთ, ბავშვებო, მოზარდებო, არ გაათენოთ ტელეფონებთან. ეს არის ტვინს, თქვენ თელ პოტენციალს, თქვენ თელ ჯანმრთელობას, სიმაღლეს, სიხარულს, სილაღეს, მხედველობას, ყველაფერს ჭამს. ალკოჰოლს რაც შეეხება, მიყვარს ძალიან ღვინო, თეთრი ღვინო, წითელიც, თუმცა წითელს ბევრს ვერ დალევ, ამიტომ თეთრი და ძალიან ბევრნაირი კარგი ღვინო გვაქვს სახლში ყოველთვის და საერთოდ დღეს საქართველოში ღვინო აღარ არის პრობლემა, იმიტომ რომ ყველანაირი ფასის ღვინო არსებობს, რომ შეგიძლია ისიამოვნო დღეში ერთხელ. ყოფილა მომენტები, რომ მართლა დააფასებ და მხოლოდ და მხოლოდ ღვინო რო გწყურია ხოლმე, ეგეთი მომენტებიც გქონია, იმიტომ რომ სასწაულია. ლუდიც ძალიან მიყვარს. მიყვარს რაღაცა კოქტეილები და ტეკილა მიყვარს ძალიან. სხვა შორის კარგი ჭაჭაც მიყვარს და საკმაოდ ბევრი ჭაჭის დალევა შემეძლო, როდესაც შემეძლო მეორე დღეს მეძინა. მეშინია და მემართოს სიმაღლიდან გადმოვარდეს მეშინია ხოლმე სიამოვნებს რაღაცა სიზმაში მესიზმრება, რომ ძალიან დიდ კიბეზე ვარ ასული, რაღაცნაირი მისაყუდებელი კიბეები რო არის და მე ამ კიბებზე ვიღაცამ ხელი კრა და მე მოვდივარ და მე მეღვიძება და ამის ძალიან მეშინია. საერთოდ რიც მეშინო და ხო არის რაღაცა დახრჩობის რო ეშინია და რო წარმოვიდგენ სასწრაფო წავიდე ცურვა ვისწავლე, რომ ანუ მაქსიმალურად ვჭებეწადე, რომ ყველაფერი ბავშვებს რა უაზროაზრები აქვს. მახსოვს რომ ერთ ღამეს ესე ვფიქრობდი, რომ რა ისინი არის რაღაცა ჩამოვარდნა, ესა შეიძლება ადამიანი დაიწვას, აი უბედური შემთხვევებში რაღაცა ინფორმაციები რომ ნენელა უკვე შემოდის ცოტა დიდურები და ვთქვი ამას როგორ შეიძლება მოუარო და მაქსიმალურად ისწავლო. სურვა მაგიტომ ვისწავლე ერთ-ერთ, იმიტომ რომ ძალიან არასასიამოვნო არის წყლის ყლაპოა და მიყვაპია ბევრი ბავშვობაში მდინარის წყალი. ქართულ ბიჭებს რაღაცნაირად ძალიან დაბალი დონის იუმორი აქვთ ხოლმე ხანდახან და აყვინთავებენ გოგოებს და მაგაზეში მილია ძალიან ცემო ადამიანი. რო არ ვცემე ვიღაცայի ბავშვობაში ძალიან დიდი შეცდომა დაუშვი. მე ვარ ანატყებუჩავა და მე ვარ პაციენტი. მე მგონი სამკურნალო.